გაგაძლიეროთ მეთქმა, გაგახაროთ სულიერი წინსვლამი და გისურვოთ სარწმუნოებაში გაძლიერება, მეტი საყრდენი სულიერი, რომელსაც ჩვენ გვაძლევს სარწმუნოება, ეს გვჭირდება ჩვენ მეტი სიმხარე ამ მძიმე ცხოვრებაში, რომელიც მუდამ წალეკით გვემუქრება ეს პოსტტოტალიტარული სივრცე, ჩვენ ვართ ძალიან მძიმე ჩვენით, ანუ კონკრეტულად ადამიანთა სოდობით გამრუდებულ სივრცესა და დროში წალეკვით გვემუქრება ეს ყველაფერი ნეგატივი, იმდენია გარშემო ეს უარყოფითი ნეგატივი, სხვა ადამიანი ესე იგი უკვე ვეღარ უძლებს რა. იმდენად დიდი იმუნიტეტი გინდა რომ ყველას ეხლა ამ იმუნიტეტს ვერ მოთხოვ. ერთნაირ წვენას ყველას ვერ მოთხოვ, ერთნაირ ეკლესიურობას და ერთნაირ სულიერ სტანდარტებს ყველას ვერ მოთხოვ, მაგრამ ზოგადად ეხლა მცნებები მუშაობს, მადლი მუშაობს, სულიწმინდა და მამაზე და სულიწმინდა განსაკუთრებით სულიწმინდის განგებულებით ქმედება მუშაობს და ქმედებს და ეს ყველაფერი ძალაშია საიდუმლოებებში ქრისტესი, მაგრამ ჩვენი სულიერი რეზერვი, ჩვენი სულიერი რესურსი იმდენი არ არის, იმიტომ ისეთ ცხოვრებით ვერ და არ ვცხოვრობთ. რანაკი არ შეიცვალა, ყველაფერი ღვთისმცნებები, ყველაფერი იგივეა, მაგრამ ჩვენ არ ვცხოვრობთ ისე. აბა ჩვენ ვიცხოვრობთ ისეთი მონდომებით, ჩვენ შევასრულოთ ისე ყველაფერი, ჩვენ მოვინდომოთ, მაშინ ყველაფერი იქნება უფრო სხვანაირად. იმედია ესეც გავაკეთებთ თანდათანობით. ამიტომ ეს საყრდენი გვჭირდება, რომ არ წაგვიღოს ამ მიწიერმა, სასტურებმა, ვნებებმა, ათასნაირმა ცრუ ფასეულობებმა. წმენით აღსილი ადამიანი დაუმარცხებელია. თუ დაექცა, უცებ ადგება, წამოდგება და სწრაფად კვლავ გააგრძელებს სვლას. ეს პატარა ფაქტორი არ არის ესეც, მით უმეტეს დღეს. მეტი არ უნდა მოვინდომოთ, ხო, რომ სიბრძნე ბალახვარისაში წერია, არ წაეპოტინო იმას, რასაც ვერ შეცვლებიო. არ წაეპოტინო, იქ სხვა დარიგებებიც არის, აღარ მოვყვებო. წაიგეთ სიბრძნე ბალახვარისა. რასაც ვერ შეცვლები, არ წაეპოტინო და არ დაუწყო იმას ჯაჯგურიო. ნუ ეს ზუსტიტირებას არ ვაკეთებ. მეტი რეტისრეტიო, მეტი არ გვიდგა. მაგრამ საზომისეებს შენისა მოზღვართან რჩევით პროპორციულად შენი სულიერობისა აუცილებლად უნდა მეტი მოინდომო, ვიდრე გონია რომ შეგიძლია და ვიდრე გონია რომ ასე ვთქვათ მოინდომებ. და ვინც მოინდომებს, ვინც ბედს ილოცებს, ის ყოველთვის წამოდგება. ვინც იცის რისთვის უნდა წამოდგეს, ის ადვილად წამოდგება. ვინც იდეა აქვს და ვინც მძიმე პირობებშიც რო იყოს, აი საკონცენტრაციო ბანაკებში რო იყვნენ ხალხი და მძიმე ციხეებში, მძიმე პირობებში, ვინც იდეა ქონდა, რწმენა ქონდა, ვინც იცის რისთვის უნდა გაევლო, რისთვის იყო ეს ყველაფერი, რისთვის უნდა გაევლო, აზრი და მორალი გამოიტანა და ვინც იცოდა მიზანი მაინც ხედავდა თავის სულიერ მიზანს ქრისტეს, ის გადარჩა და ის გამოვიდა. ვინც უბრალოდ გადარჩენისთვის იბრძოდა, გადარჩენისთვის, მან ზოგი დაიღუპა, ზოგმა უბრალოდ ვერ შეძლო და არ შეიმ მდგომარეობაში. რატო? იმიტომ რომ იდეა რო აქვს ადამიანს, თუ არ დაეცი, ვერ ადგები. ღვთისწყალობა მინდა გავიგო, ზოგი იძახ, ღვთისწყალობას ესე აპრიორულად ვერ გაიგებ. თუ არ დაეცი, სიმწარე თუ არ განიცადე ღვთის მიერ შენთვის გამოწვეულ სიტკბოება ხელს, ტკბილ ხელს, იმ ტკბილ დახმარებას, რომელზედაც მადლობას მერე ეტყვი და უნდა თქვა, ვერაზოს ვერ გაიგებ, თუ არ დაეცი და არ გადაიტყავე შენი სულიერი, ესე ვთქვათ, მუხლები, თუ არ დაეცი და არ მიიღე სულიერი ტკივილი, ესე დაუცემლად და დაუმარცხებლად და რაღაცა ესე დაუსწრებლად ვერაფერს ვერ გაიგე. ამიტომ ყოველთვის ნომისოთ, რომ ეს სიმწარე ახლავს ქრისტიანულ ცხოვრებას. ახლავს მძიმე, გვახსენდება ხოლმე მძიმე, ნეგატივი, სულ ნეგატივია თითქმის, აი რომ გადახედავ ჩვენ ცხოვრებას, ხო, სულ ცოდვები, ნეგატივი, უარყოფითი, მაგრამ რაღაც პროცენტი ხო არის კარგი. აი ეს კარგია იდეა, იმას უნდა ჩაეჭიდო. ის არის ქრისტესთან. არასდროს არ უნდა დაგავიწყდეს, რა მდგომარეობაში იყავი და როგორ არ მოგიყვანა ღმერთმა იქება. უმადური არ უნდა იყო. სულ მადლობდე, სულ ამას მუდამ ლოცულობდე და მუდამ მადლობდე, ყველაფრისთვის მადლობდე. ეს იყო მადლობა, ის იყო მადლობა. ასე იყო დავეცი და უმარცხდი, მადლობა ვაღიარებ. წარმატება განვიცადე, მადლობა.
გავიმარჯვე მადლობა, გამარცხება მადლობა, აზრი მთავარია რომ შენ ბრძოლაში გამოიწვევ. თორე არც თვითმიზანი, არც გამარცხება და არც გამარჯვება არა. თამარი არის ის რომ შენ არ მოხვდე ისეთ მდგომარეობაში სულიერად, რომ ეს ვერ გაიგო რა ხდება, სადახარ ვერ გაიგო რა ხდება, რა ადგილას ხარ და რა ლოკაციაში ხარ სულიერად. ეს ვერ გაიგო და ვერ ხვდებოდე, ვინ ხარ, სად ხარ და რა უნდა შენგან და რა უნდა გააკეთო. რას გავალებს ღვთისნება? რა არის შენთვის? არამნება სიკვდილით, სოდლის არ მოქცევა ცხოვრების ეს ზოგადი ღვთისნება გლობალური, მაგრამ კონკრეტულად შენ ცხოვრებაში, შენ იმ მომენტში, დროისა და სივრცის იმ დროის იმ მომენტში, იმ კოორდინატთა სისტემაში შენი რა უნდა შენგან ღვთისნებას? ეს უნდა იცოდე. ამას კიდე ტკივილის გარეშე გამწმენდელ ტკივილს ვარქმევ ხოლმე. მაკურნებელ ტალახს ვარქმევ ხოლმე, ესეც შეიძლება ვთქვა. ვერ გაიგებ. არის დეპრესიები, არის ათასნაირი ცოდვები, ვნებები, ზოგი ალკოჰოლით იტანჯება, ზოგი ნარკოტიკით, ზოგი ვნებებით მანდილოსნობისადმი და ესეთი სექსუალური ზრახვებითა და ცოდვებით, ზოგი არის ზრახვები, ფსიქოლოგიური ვნებები და ფსიქოლოგიური ასე ვთქვათ დისკომფორტი, რომელსაც ფსიქიატრებმა და ფსიქოლოგებმა კარგად იციან, ეს აკვიატებული მდგომარეობები, რომლებიც გადადის სხვადასხვა ოდიოზურ ფსიქოლოგიურ განცდებში. ესენი უარესი, ესენი ყველაზე უარესია ფიზიკურ ცოდვაზე უარესია ფსიქოლოგიური დისკომფორტი, სინაგანი, რომელსაც ვერსად ვერ გაექცევა, სადაც წავა უფასოდ დაყვება ჯოჯოხეთი. ვერც ფული უშველის, ვერც კომფორტი, ვერც კარგი მანქანები, ვერც კარგი ბინები გარემონტებული და ვერც თანამდებობა და ვერაფერი ვერ უშველს. დაყვება თან ეს მეორე მესავით. ვერ უშველს ვერაფერი. ერთ-ერთი ამ მშველელი ქრისტე. ხოლმე და მხოლოდ ყოვლადწმიდა სამება ანთავისუფლებს ამ მდგომარეობისაგან ადამიანს. მაგრამ ცრემლებით უნდა ილოცოს და იტიროს, რომ განთავისუფლდეს, შხამი გამოვიდეს. როდესაც ადამიანი უმადურია, ვერაცნობიერებს, საიდან გამოიყვანა ღმერთმა, ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს, სანამ არ გაეღვიძება ის გზნობა, ღვთაებრივი გზნობა, რომ ვიღაცას გამოყავს, ვიღაცა არის ისეთი, რომელსაც გამოყავს ის თავითვისით კი არ გამოდის, თავისით ვიღაცას გამოყავს, ვიღაცა თურმე არის, ეს ზეციური ძალა არის ის, რომელიც ჩაჭირებს ადამიანს ქეშოში და ამოიყვანს, როცა ევედრება წუმპედან, ამოიყვანს აი ჭაობიდან, ამოიყვანს საშინელ მდგომარეობიდან. ეს დიდი თემაა, ხო მოკლედ, მინდა რომ აი ესეთი ტკივილები, ტანჯვა, ნეგატივი, უარყოფითი დამარცხებები გავიხსენოთ, რა თქმა უნდა და მადლობა შევწიროთ ღმერთს. ჩვენც იმისათვის ავართ აქ, რომ როგორც ეპისკოპოსი იჭრება, ხო, ასე დაიჭრას ჩვენში, რაც სუდი არის, კვეთის დროს ხდება, რაც მოიკვეთება. იქ სხვა სიმბოლური დატვირთვა, მაგრამ მოიკვეთება ცუდი, რაც არის მოიკვეთოს და გამოიკვეთოს ჩვენგან ტარიგი. და ეს ტარიგის იჭრება მერე და ჩაესვენება სისხლში, ღვთის სისხლში. ჩაესვენება. ჩვენც ასევე ღვთის მალწში უნდა ვიყოთ, სულ მუდამ დაჭრილი, დანაწევრებული, დატანჯული, მაგრამ გამთლიანებული. როგორც არის ნათქვამი, ხო? განიტეხების და განიყოფის ტარიგი ღვთისა, განიტეხების, მაგრამ არა განიყოფის, მაგრამ სიჩამის და არა დაელევის. ანუ სულ მუდამ დანაწევრდება, მაგრამ განიცვლიანი. ადამიანი სულ დანაწევრებულია განსაცდელად, მაგრამ ქრისტემას მაინც მუდამ აღადგენს. სულ დაშლადია, მამ დაცემულია და სულ გაუბედურებული მდგომარეობაშია და იმიტომ რომ სულ მუდამ ტანჯვა და ახსენდება აზრით, სიტყვით და საქმით თავისი ყველაფერი ნეგატივი, მაგრამ რაც დღეს არის კიდე ამაში კიდევ ტანჯვას განიცდის. ტანჯვა ეს ცხოვრება, დასვენებას ტანჯვა, შრომას ტანჯვა, ბედნიერებას ტანჯვა და უბედურებას ტანჯვა, დაბადებას ტანჯვა, სიკვდილის ტანჯვა, ცხოვრებას ტანჯვა, ჯანმრთელობას ტანჯვა, ჯანმრთელობა ყველაფერი ტანჯვა. ესე რომ მიუდგე. მაგრამ ქრისტეს გარეშე ტანჯვა ტანჯვისთვის გამოდის, ნუ იქნება ესე. მაგრამ ეს ტანჯვა, ეს წვალება იმიტომ არის, რომ ადამიანმა აზრი გამოიტანოს, არა ტანჯვა ტანჯვისთვის იყოს, არამედ ტანჯვა ქრისტემ აქცია ნეტარებად. და ცხრა ნეტარება გავიხსენოთ. იქ არც ერთი დალხინებულია, ყველა ტანჯულია ნეტარებაში. გლახაკნის სულითა, მშიერი, მწყურვალი, სიმართლის მძებნებელი, დევნული, ვინ არის გახა, ვინ არის იქ ცხრა ნეტარებაში დალხინებული? დევნილი, მშიერი, მწყურვალი, მკირალი, რა ვიცი, ხო გახსოვთ ზეპირად. ყველ გლახაკი, გაუბედურებული და ამ ცხოვრებისგან გამათრახებული, აზრით სიტყვით და ხილული თუ უხილავი მტრებისაგან
გაოგნებულ მდგომარეობაში ყოფი ადამიანი, რომელი ეგ დროის მატარებელი და დალხინებული ერთი მაინტერესებს და მოწამეებს გადავხედოთ, ვინ იყო ერთი ამ ცხოვრებაში ესეთ მდგომარეობაში, რომელიც იყო ასეთ ამასოფლიურ ნეტარებაში, ხო? და კომფორტში, არავინ არ ყოფილა. ქრისტეს მადლი სრულიადაც არ მოასწავებს იმას, რომ ადამიანი კომფორტში ნეტარებაში სიმდიდრესა და იხარებდეს ამ სოფელში. სულაც არ მოასწავებს ამას. ქრისტეს მადლი პირიქით 9 ნეტარებას მოასწავებს, ტანჯვას მოასწავებს და ქრისტეს მაგალითი განვიცდი. ის მე მილიონედი მაინც ხონდა განვიცოდეთ, თუ იმდენს ახლა ვერ განვიგებთ და ვერ მივხვდებით, მაგრამ მე მილიონებს მაინც მოგთხოვენ, იმიტომ რომ რაც იმან გაიარა მისი მიმდევარი, როგორ მეუფეზე მეტია, რაც მასწავლებელმა და მოზღვარმა გაიარა, მონა და მისი ქმნული რა, იმაზე მეც გაივლის, ან იმას გაივლის ვერა. ის იმაზე ნაკლებს გაივლის, მაგრამ იმის მსგავს გაივლის, უნდა გაიაროს. ისე იმას ვერ მიემსგავსება და თუ ვერ მიემსგავსება, წილიც არ ექნება მაშინ იმასთან. იქ მერე. აი ესე მინდა რომ ეს დაცემები რომ ვიხსენებ აი ამ ცოდებს და ყოველთვის მახსენდება რომ იყო უნდა 7 და დაბალი გულით რა. ყველაფერზე მადლობდე, მუდამ ლოცულობდე და სიხარული თავისით შემოვა, რასაც გისურვებ. მადლობ ისა ჩვენს იესო ქრისტეს სიყვარული ღვთისა და მამისა ზიარება სული სასწაულისა იყოს თქვენ ყოველთა თანა ამინ.